მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით ყველას. მიდია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. მე ძალიან ისეთი განწყობა მაქვს ხოლმე დეკემბერში ყოველთვის სადღესასწაულო. აი დეკემბერი დადგება თუ არა, მაშინვე რაღაცნაირი სადღესასწაულო განწყობა მიჩნდება. რაღაცნაირი ისეთი ჯადოსნური თვეა ჩემთვის დეკემბერი. ალბათ ეს იქიდან არის გამოწვეული, რომ ამდენ რაღაც მორთულობებს, ამდენ სილამაზებს, ეს ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი. და ალბათ თქვენ შორისაც არიან ადამიანები, ვინც ახლა მისმენთ, ვისაც ძალიან მოგწონთ და კარგის მოლოდინი გეუფლებათ აი ამ ყველაფრის ფონზე, აი ამ რაღაცა დღესასწაულების მოლოდინის ფონზე, აი ამ თუნდაც სადაც გაივლით მოლში, მარკეტში, ხო, ყველგან რაღაცა მორთულობა, სადღესასწაულო განწყობა, ხო? ვფიქრობ, რომ ეს ადამიანს ძალიან დიდ სასიხარულო განწყობას უნდა უქმნიდეს. ჩემზე ესე მოქმედებს ყოველ შემთხვევაში და დეკემბერში სულ მაქვს რაღაცა სასიამოვნო, რაღაცა კარგის მოლოდინი. სულ რაღაცა მგონია, რომ ისეთი სასიამოვნო უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში და უმეტეს შემთხვევაში ნამდვილად ამართლებს ხოლმე ეს მოლოდინი. კარგი მეგობრებო, რეალურად ეს დღესასწაულებიც იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებს იმედი ჩაესახოთ, ადამიანებს განწყობა გამოუკეთდეს. ხო, ესეა და ამიტომ კარგია თუ მოქმედებს ძალიან ბევრ ადამიანზე აი ასეთი სადღესასწაულო განწყობა და თუ რაღაცნაირი იმედის ნაპერწკალი უჩნდება ადამიანს გულში აი ამ ყველაფრის დანახვაზე. და სულ მეკვირს ხოლმე ისეთი ადამიანები ძალიან ბევრი არსებობს ასეთი პიროვნებაც, რომლებიც იმ დონეზე გაბოროტებლები არიან, რომ რა გედღესასწაულებათ, რა გახარებთ, ქვეყანა ასეთ დღეშია, რა დღეში ვართ, ისე ვართ, ასე ვართ და ეს არ არის მეგობრებო, ეს ჩემი გადმოსახედით ვიძახი, რომ არ არის ისეთი სწორი მიდგომა ადამიანის არსებობაში. იმიტომ რომ ჩვენ იმისთვის ვარსებობთ, რომ ყველას გვაქვს რაღაც პრობლემა, ყველას თავისი პრობლემა ედიდება და ერთულება. ესე ვერ განსაზღვრობ ხოლმე, მაგრამ რაღაცა ისეთებიც არსებობს ცხოვრებაში, რამაც უნდა იმოქმედოს ადამიანის სულზე, ადამიანის განწყობაზე, რომ გამოუკეთდეს ეს ყველაფერი, რომ იმედი ჩაესახოს გულში, სულში და აღარ იყოს რაღაცა ესეთი სასოწარკვეთილი და ხელჩაქნეული ცხოვრებაზე, მაგრამ ბევრი ადამიანი ამ ყველაფერს ვერ ამჩნევს სამწუხაროდ. თუმცა ვინც ვარმჩნევთ და გრძნობთ ამ ყველაფერს და გვახარებს ეს ყველაფერი, ძალიან მიხარია, რომ ბევრი არსებობს ესეთი პიროვნება, რომელსაც არ უნდა იყოს ეს სასოწარკვეთილი განადგურებული და მიუხედავად თავისი პრობლემებისა, არ უნდა იყოს ეს მდგომარეობაში და როდესაც ადამიანს არ უნდა ეს მდგომარეობა, ის არც არის ამ მდგომარეობაში მიუხედავად იმ პრობლემების არსებობისა, რაც არის მის ცხოვრებაში, ის მაინც არ არის სასოწარკვეთილი უიმედო მდგომარეობაში და აი ესეთი ადამიანები არიან ზუსტად ძალიან ძლიერები. ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ გათენებული დღეც კი ახარებთ და მზის დანახვაც კი და გარეთ რაღაცა ჩიტების ჭიკჭიკის და ლამაზი ხეების და მორთულობების და თუნდაც აი ახლა თემატურად ნაძვის ხეების დანახვაც კი ახარებს და იმედის ნაპერწკალს უსახავს გულში. მიხარებთ ესეთი ადამიანები ნამდვილად. კარგი, მოდი დავიწყოთ.
ხო, სანამ გაშლაზე გადავალ, ასევე გეტყვით იმას, რომ მაქვს საახალწლო ფასდაკლება ვრცელ გაშლებზე 60 ლარის ნაცვლად 45 ლარი იქნება. როგორც იცით, ჩემთან სესია მიმდინარეობს ვიდეოს არით, არ მიყვარს ეს ვოისები, ძალიან იშვიათად თუ ვწერ ხოლმე ვოისებს, მე დიდეთ არ მომწონს, არ ვარ მაგით მოხიბლული. მირჩევნია ვიდეოს არით გავუშალო, უფრო მეტად ვცვლით ადამიანები ენერგიებს და უფრო მეტი სიზუსტით მოქმედებს ტაროს გაშლები, ჩემი აზრით. კარგი, გავიგეთ უკვე ფასდაკლების შესახებ, უნდა დავიკონტაქტოთ 591-16-23-25-ზე WhatsApp-ი ან Viber-ზე. დავიწყოთ ახლა ჩვენი გაშლა და გავიგოთ ჯერ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. მეგობრებო, ეხლა ვინც მიყურებთ, მოკლედ თქვენი ენერგიები ცოტა იცით როგორია, აი თითქოს გაჩერებული ხართ, გაყინული ხართ ერთ ადგილზე, რაღაც საკითხთან დაკავშირებით, არ იწვრით, არ მოქმედებთ, აი თითქოს ძალით დაიბლოკეთ საკუთარი თავი. იცით რა მომენტია, აი გეტყვით, რაღაცა სიტუაცია დასრულდა და თქვენ გადახვედით რაღაცნაირ ეს აი იცით როგორ გითხრათ ახლა როგორი მომენტია იცით? აი თითქოს რაღაცა ცუდი დამთავრდა, გადახვედით კარგ სიტუაციაში, რაღაც სასიხარულო ბედნიერ მდგომარეობაში და ხართ გაჩერებული ამ სიტუაციაში, მაგრამ აქ კიდევ რა ენერგიებია იცით, რომ თითქოს აი ამას ეს არის ძალიან დიდი შანსი თქვენს ცხოვრებაში, თითქოს აი ღმერთისგან ნაჩუქარი შანსია, ეხლა აი ასეთ ენერგიებში იმყოფებით, რაშიც ხართ, ეხლა რა სიტუაციაშიც, მაგრამ საკუთარ თავს ებრძვით ძალიან, თითქოს არ გინდათ ამ ყოველფრის დანახვა, აღიარება და თავს იბლოკავთ ძალით. ანუ არ ვიცი კონკრეტულად ვისთან რა სიტუაცია, მოკლედ რაღაცა სიტუაცია მოდის, ან შემოდის თქვენთან, ან უკვე არის ეს სიტუაცია, რასაც თქვენ თვითონ ბლოკავთ და არ ანვითარებთ. თუმცა აი ეს სიტუაცია მოგიტანთ ბედნიერებას. რეალურად. ძალიან საინტერესოა. ეს არის ის შანსი, რაც ღმერთმა გამოგიგზავნოთ. უდიდესი შანსი თქვენს ცხოვრებაში. ვიღაცასთან არ ვიცი ვისთან რა, ვიღაცასთან შეიძლება იყოს ფინანსური, კარიერაც, პირადიც არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თქვენ აი ძალით ბლოკავთ ამ ყველაფერს, რატომ მეგობრებო, არ ვიცი. კარგი, მოდი ნახოთ. ასეთ ენერგიებში იმყოფებით ეხლა. ხო, და წაღანაც ვთქვი, რომ რაღაცნაირი ისეთი ბრძოლები გაქვთ, აი ებრძვით საკუთარ თავს, თითქოს გინდათ ეს ყველაფერი, მაგრამ თან ებრძვით, რომ აი არ გააკეთოთ. არ ვიცი. კარგი, მოდი რა სასიხარულო შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ზოგადად ვკითხულობ აი ეს კონკრეტული რაღაცა საკითხი არა. ზოგადად ვკითხულობ, რა სასიხარულო ცვლილება შემოდის თქვენს ცხოვრებაში, აი ამ დეკემბრის თვეში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიხარულო შემოდის ამ დეკემბრის თვეში თქვენს ცხოვრებაში. რა სასწაულია.
წეღანაც ეს არკანები ამოვიდა ეხლაც. რას მოგიტანთ ეს დეკემბერი სასიხარულოს? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რაც წეღან გაგიჟღერეთ, მეგობრებო, რომ გაჩერებული ხართ. ერთ ადგილზე არ იწვრით, ხო? აი ზუსტად ამ სიტუაციის დასრულება, რაღაც აი ამ ილუზიებიდან გამოსვლას მოგიტანთ ეს დეკემბერი. თითქოს რაღაცა სახის დახმარებას მიიღებთ, მეგობრებო, ან საჩუქარს, ან რაღაცა სახის დახმარებას მიიღებთ ადამიანისგან, რომელიც ძალიან განვითარებულია სულიერებაში, თუ ეზოთერიკაშიც, აი შეიძლება გქონდეთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან, ტაროლოგთან, კოუჩთან, აი რაღაც აი ესეთი პიროვნებისგან ძალიან დიდ დახმარებას მიიღებთ და აი ამის ფონზე დაიძრება თქვენი სიტუაცია. აი ეს გაჩერებული, გაყინული სიტუაცია ილუზიებში რომ იყავით. და რას მოგიტანთ ეს გამოსვლა, აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რას მოგიტანთ, აბა? საინტერესო. აქ რას მოგიტანთ და პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან დიდ ისეთ სტაბილურობას პირველ რიგში შეიძლება მოგიწიოთ რაღაცა სახის გადაადგილებები, რაც თქვენთვის ძალიან ემოციური იქნება. შეიძლება რაღაცა ემოციური ამბავიც გაიგოთ ამ გადაადგილების დროს, ან ასევე შეიძლება რეზონირდეს ესეც, რომ აი სადმე რომ წახვალთ, იქ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც იქნება ძალიან ესეთი დადებითი ემოციებით გამსჭვალული თქვენს მიმართ. აი ესეც შეიძლება. კიდევ რას მოგიტანთ აი ეს აი ამ გაჩერებული მდგომარეობიდან გამოსვლა, რას მოგიტანთ კიდევ, მეგობრებო? აქ ვიტყვი იმას, რომ თქვენს პირად ცხოვრებას ეხება უკვე ეს ყველაფერი, მოგიტანთ პენტაკლების მეფეს. მოგიტანთ, ხო? მოგიტანთ პენტაკლების მეფეს, რომელზეც დღემდე გაქვთ ძალიან დიდი ზეგავლენა ადამიანზე. ეს არ არის ახალი პიროვნება, მეგობრებო. ვფიქრობ, რომ ბოდიში ვფიქრობ, რომ არ არის, რადგან ამ ადამიანს საკმაოდ დიდი მონატრება აქვს თქვენს მიმართ. ძალიან ისეთი წრფელი გრძნობები. შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობთ, აი ასეთი პიროვნება. ამ პიროვნებას მოგიტანთ აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. იცით რა, წეღან იმაში რომ თქვი, თქვენს ენერგიებს რომ ვასახელებდი, იქ იყო ასეთი სიტუაცია, რომ რაღაცა დიდი შანსი გაქვთ და ამას ბლოკავთ და ზუსტად შეიძლება ეს მომენტია თქვენს ცხოვრებაში, რომ ამ ადამიანს უნდა შემოსვლა და თქვენ არ აძლევთ საშუალებას. კარგი. კიდევ რას მოგიტანთ სასიხარულოს დეკემბრის თვე? ხო. ვინც იყავით, მეგობრებო? აქ ძალიან ისეთი ყურეთ ვიღაცები, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, იყავით ძალიან იმედგაცრუებულები, გაურკვევლობაში, დეპრესიული ფონი ჰქონდათ, უფრო აი მენტალური პრობლემები შეგექმნათ რაღაცა სიტუაციის გამო, აი იმ იმედგაცრუების გამო, რაც ცხოვრებაში დაგემართათ და რაც მოხდა ამ ბოლოს თქვენს ცხოვრებაში და საკმაოდ დიდხანს
საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა ეს თქვენს სიტუაციაში და გაიწელა დროში ძალიან ეს თქვენი გაურკვევლობა, აი რაღაცნაირად დამთვალული სიტუაცია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები, იმედგაცრუება, უმოქმედობა ძალიან გაიწელა, აი რასაც ქვია დროში და აი ამ მდგომარეობიდან რაღაცა სახის აი ამ მდგომარეობაში ვინც იმყოფებით ახლა უფრო დავაზუსტებ, რას მოგიტანთ აი ამ მდგომარეობაში ვინც იმყოფებიან ახლა, რას მოუტანს დეკემბერი. ეს დეკემბერი რას მოუტანს აი ესეთ დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. აი მეგობრებო, მოგიტანთ, უყურეთ აქ ამოვიდა პენტაკლების სამიანი, რაც ნიშნავს კომუნიკაციას ადამიანებთან. თქვენ გადაწყვეტთ, ან მოხდება თქვენ ცხოვრებაში ის მომენტი, რომ რაღაცა სახის კომუნიკაციები დაამყაროთ პიროვნებებთან. ეს არ ვიცი ხა კონკრეტულად რის გამო გქონდათ ესეთი მდგომარეობა, თუ ეს ეხებოდა პირად ცხოვრებას, მაშინ აქ გექნებათ იცით როგორი მომენტი, თუ არ გქონდათ არავისთან სურვილი საერთოდ რომ რაიმე სახის კომუნიკაცია გქონოდათ, ვინმეს დალაპარაკებოდეთ კონკრეტულად იმ პიროვნებაზე იყავით ჩაციკლული და ის გენატრებოდათ და იმის გამო იყავით ამ მდგომარეობაში, თქვენ გადაწყვეტთ რომ ნაბიჯი გადადგათ და ვინმე ვინც დააპირებს ან ვიღაცები ვინც დააპირებენ თქვენთან კომუნიკაციას დაიწყოთ მოკლედ დაიწყოთ სხვა პიროვნებებთან კომუნიკაცია რაც მოგიტანთ ზუსტად აი ეს მდგომარეობა აი ეს საუბრები ხო ვიღაცა კომპლიმენტს გეტყვით ვიღაცა შეგაქებთ ვიღაცასთან ლაპარაკი მოგეწონებათ ხო არ ვიცახი ხა რომ მილიონს ერთად ელაპარაკოთ უბრალოდ ვიღაცასთან რა რეზონირდება ხო მოკლედ ამას გულისხმობ აი ეს მდგომარეობა თქვენ გამოგიყვანთ აი ამ სიტუაციიდან აი ესეთი იმედგაცრუებული ესეთი უმოქმედო დეპრესიული და რაღაცნაირი მენტალური პრობლემები რო გაქვთ ხო აი ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანთ აი ეს კომუნიკაცია თან ძალიან სწრაფად მეგობრებო თითქოს აი იმ დღიდან, რა დღიდანაც დაიწყებთ სხვა პიროვნებასთან კომუნიკაციას, თქვენ ცხოვრებაში დაიწყება რაღაცა ახალი ეტაპი ძალიან სწრაფად, სულ თავიდან, ახალი ფურცლიდან იწყებთ ცხოვრებას. თითქოს აი ეგ მომენტი მომდის. ასევე ეს შეიძლება იყოს ყურეთ აი ახლა შევხედე ამას ეს კომუნიკაცია შეიძლება არ იყოს მხოლოდ პარტნიორზე რეზონირებული, ვიღაცების კომუნიკაცია შეიძლება იყოს, როგორც წეღან აღნიშნე, ეხლაც იგივე ამოდის გადაჭეხვის შემდეგ, მეგობრებო, ძალიან საინტერესო გაშლა, ძალიან ისე მესაუბრება ტარო სიზუსტით და ეს კომუნიკაცია შეიძლება იყოს ზუსტად ის მომენტი, რომ თქვენ გადაწყვიტოთ ფსიქოლოგთან მისვლა, ქოუჩთან მისვლა, მიხვდეთ, რომ ეს გჭირდებათ თქვენ. ვიღაცას გული გადაუშალოთ, ვიღაცას გაუზიაროთ თქვენი დარდი და ტკივილი, ვიღაცამ რაღაცა გზა გაჩვენოთ, როგორ დაიწყოთ ცხოვრება, ხო? არ არის აუცილებელი აქ ვიღაცას შეიძლება მართლაც სხვა პარტნიორთან კონდეს კომუნიკაცია, მაგრამ უმეტესად რეზონირდება მათზე, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ან გადაწყვეტს ამ თვეში, რომ სესიები ჩაიტაროს საკუთარ თავზე, ტაროლოგთან, ქოუჩთან, ფსიქოლოგთან არ აქვს მნიშვნელობა. აი ეს მომენტია ზუსტად, რაც თქვენ ცხოვრებაში იქნება სრულიად ახლის დასაწყისი ძალიან სწრაფად. აი ამ რაღაცა ჩამოკიდებული მდგომარეობიდან, რაშიც ახლა ხართ, ხო? გადახვალთ პირდაპირ მოქმედებაზე. შეხედეთ, რამდენი ხმლები ამოვიდა, მეგობრებო, აი სრულიად უმოძრაო მდგომარეობაში ხართ რა, აი არაფერს არ აკეთებთ, ისეთი იმედგაცრუებული და დეპრესიული ფონი გაქვთ. და ძალიან კარგი პროგნოზი გელოდებათ ამ დეკემბრის თვეში. თქვენ პირდაპირ გადადიხართ აი ძალიან სწრაფად თან მოქმედებებზე. ძალიან სწრაფად იწყება თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი. ვისთან რა ოღონდ ესე
კონკრეტულად არ დავასახელებ. კარგი. მოდი. კიდევ ნახოთ. კიდევ რას მოგიტანთ ეს დეკემბერი? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. ვაუ, საინტერესოა. აი, თავშიც ვთქვი, რომ რაღაცა სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში და თქვენ ამას ბლოკავთ მეთქი და აი, ეხლაც ვიტყვი ამას მეგობრებო. ვიღაცებთან ვისთანაც შემოდის აი ძალიან დიდი ტრანსფორმაციული პერიოდი გქონდათ, ან ეხლა გადიხართ, ხო, ამ პერიოდს და აი ამ პერიოდის შემდეგ შემოდის თქვენს ცხოვრებაში სიყვარული. ადამიანი მოდის სიყვარულით და ვისკენაც გეშინიათ თქვენ ნაბიჯების გადადგმა, მეგობრებო, მაგრამ აი ზუსტად გეშინოდათ ნაბიჯების გადადგმა და აი ზუსტად აი ეს დეკემბერი მოგიტანთ ამას, რომ თქვენ გადაწყოთ მოქმედებას. ან მოქმედებაში გულისხმობ იმას, რომ ადამიანი, რომელიც გთავაზობთ ურთიერთობას, დათანხმდებით ამ ურთიერთობაზე და დათანხმდებით თან როგორ იცით, რომ აი ამის ფონზე თითქოს თქვენ თავს რომ უნკურნალებთ თან პლუს ესეც რომ იქნება თქვენს ცხოვრებაში, ხო? უკვე უფრო მეტად თავდაჯერებული, უფრო მეტად სავსე, თავისუფალი შინაგანად, აი ესეთი მდგომარეობაში დათანხმდებით აი ამ სასიყვარულო ურთიერთობას, თუმცა რაღაცა დოზით შიში მაინც გექნებათ ნამდვილად. კიდევ რა სასიხარულო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში ამ დეკემბრის თვეში? თქვენთან მოდის იმპერატორი. აი ბოლოს ამით მინდა დავასრულო. ვიღაცასთან შეიძლება მეუღლე იყო, ვიღაცასთან უნდა გამხდარიყო მეუღლე. კაცი, რომელსაც თქვენ თვლიდით თქვენს მეუღლედ, ან აღიქვავდით როგორც მომავალი მეუღლე, აი ეს პიროვნება მოდის თქვენს ცხოვრებაში, ბრუნდება, რადგან მას აქვს უდიდესი მიჯაჭვულობა თქვენზე, მეგობრებო. არ ვიცი, ეს და გადაწყვეტს, რომ რაღაცა დაბრკოლებები გადალახოს ამ ურთიერთობაში, რაც ახლა გაქვთ. აი ამის ფონზე მინდა დავასრულო ეს გაშლა. თქვენთან მოდის იმპერატორი. შემოაბრუნებს ამ ურთიერთობას, აი ამ მიზნით მოდის, რომ შემოაბრუნოს ეს ურთიერთობა, რადგან უდიდესი მიჯაჭვულობა აქვს თქვენს მიმართ. და კიდევ ვიმეორებ იგივე ტექსტს, რომ გადაწყვეტს დალაპარაკებით, ანუ ფიქრობს ეს პიროვნება, რომ ძალიან ესე ზერელით დასრულდა თქვენი ურთიერთობა და ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობაში საჭიროა საუბარი და აი ასე საუბრით გადაწყვეტა ამ ურთიერთობის. რაღაცა არასვენებს ეტყობა ამ პიროვნებას, ფიქრობს, რომ ისე არ დამთავრდა ყველაფერი, როგორც საჭირო იყო. ძალიან უაზროდ მოხდა ყველაფერი და თან იმის ფონზე, რომ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა აქვს თქვენს მიმართ. რაღაცა შეიძლება კაიხანი არ გაქვთ კომუნიკაცია, მაგრამ მაინც დღემდე თავის საკუთრებად მიაჩნიხართ ამ პიროვნებას, ვერ გიშვებთ. და ამის გამო გადაწყვეტს, რომ საჭიროა ამ ურთიერთობაში პრობლემების გადალახვა საუბრით და ერთმანეთის გაგებით. ძალიან საინტერესოა. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფასდაკლებები იქნება დეკემბრის ბოლომდე, ვრცელ გაშლებზე 45 ლარი
დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. ოღონდ წინასწარ მითხარით ხოლმე, იმიტომ რომ ზოგიერთი მწერთ, რომ აი ამ წუთას მინდა გაშლა და ამ წუთას შეიძლება არ მეცალოს მეგობრებო და ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე ისე, რომ აი როცა მომწერთ იმ წუთასვე მცალია, თუმცა სხვა წუთას შეიძლება რომ ჩავნიშნოთ სესია და ისე დაგეგმილად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. იმ წუთას ნაკლებად მცალია ხოლმე. თუმცა ზოგჯერ ხდება ისიც, რომ აი ზუსტად როცა მომწერეთ, აი იმ წუთას თავისუფალი ვარ და შემიძლია გაგიშალოთ. მაგრამ ეს საწყენი არ უნდა იყოს, რომ აი როდესაც მომწერთ იმ წამში არ მაქვს იმის დრო, რომ მე დავჭდე და 1 საათიანი სესია გავაკეთო. ამიტომ წინასწარ მომწერეთ და შევთანხმდეთ ხოლმე დროზე. დაგემშვიდობებით ახლა, კარგ დღეს გისურვებთ ყველას.